როგორ ახარ სიკო გამარჯობა. გავიცი ნიკა, აბა როგორ იქნები, შე როგორ ახარ? აი მე რა ვიცი, გამანებეთ. გამოხვედი? აღარ შემიძლია რა. აღარ შემიძლია. აი რას. მოკლედ კაცის გაჩერაში ღმერთი არ უნდა იყოს. ეუბნები, აღარ შემიძლია. დავიღალე, მეც უკვე დავიღალე რა, აღარ შემიძლია ესე იგი რა. ბავშვის მოვლა, დამტანჯა, გამომაცალა ის კანცი. უნდა წავიდე საბერძნეთში. გადაწყვეტილი მაქვს, უნდა წავიდე საბერძნეთში, ვიპოვე ვინმე ახალგაზრდას და მოუვლი. იქნები რაღაცა ერთ ორ კაპის გავაკეთებ. ახალგაზრდას მოუვლი, კაცო თუ მოხუც. მოხუც რა ხალი კი არა ვარ, კაცო რა, მოხუც მოუვლი რა. ვაიმე, აღარ შემიძლია, კაცო, ეს ჩემი ცოლი კიდე, ჩემი ცოლი, კაცო, ხო შეიძლება ეს პატარა მინდოდა ეხლა მე? ეს ხო ვიშვილეთ ჩვენ ავიყვანეთ ეს ბავშვი. ხო. თვითონ ჩემი არ ყოფნით, ახლა ეს ავიყვანოთ იზარ. არა და რომ მივედით, კაცო, ამ ბავშვის ავაყვანოთ. გვერდით იდგა ისეთი ახალგაზრდა ბიჭი, ჩამოყალიბებული 24 წლის. 24? ინსტიტუტი დამთავრებული, მუშაობს, 800 ლარი ხელბაზი აქვს. ის ავიყვანოთ, ვეუნები, არა პატარა და მე უნდა ვზარდო ახლა ეს. სო, მამა, რო გეშინაშე. რა ენაღლებად, გენაცვალე, რა ენაღლებად. გააჩერენ, მოგიგდებენ, შეუნდა ზარდო მერე. კი, იცია, კაცო. ამოდი ყოველ დღე ამოყავს ამ ჩემცოს თავის დაქალებს მოიყვანს. 24 საათ ჩართული აქვს ეს ტელევიზორი, ფეხბურთ მანჩესტერი ჯობია თუ ისა, რეალი. ამაზეა 24 საათი დავა. მე ამოათრევენ ამ PlayStation-ს, მუჟდები არიან, ვერ მოწყვიტა. აბა. 24 საათი ამაზეა ლაპარაკი. მე ნასვამი მოვა ხამე. გააღვიძებს ამ ბავშვს, მე უნდა დავდგა, უნდა ვაძინო მთელი ხამე, მე ეს ბავშვი მე. არა, ესე იგი, რა მინდა რო გითხრა რა, ყველაფერს მივეჩვი ამ სახში. სარეცხის გარეცხვა, დალაგება, ჭურჭელებს, მაგრამ საკეისრო არ მიხსენოს. ვინმე? თუ არა, მე ამბავს არ ეხარ, სუმანას თუ. ბიჭო, სხვათა შორის რა მინდა რო გითხრა, თურმე გამოსულა ახალი გენმოდიფიცირებული განაყოფიერება. რას ლაპარაკობ, კაცო? გეუბნები, კაცო, გენმოდიფიცირებული განაყოფიერება. რა საკეთებს ეს? ხო და ას ხელოვნურად განაყოფიერებენ, რა და ხო და ისე აჩქარებს ძალიან ტემპებს. განვითარების ეს. განვითარა ყველანაირად, კაცო. ზაზარუა ჩვენი ქვემოთ. ზაზა, ხო? ხო, მაგან გაიკეთა 2 წლის მერე, 2 წლის უკან. და შეეძინა ბავშვი. აბა, როგორ არის ახლა ეს ბავშვი? ინსტიტუტში აბარებს წელს. რას ლაპარაკობ? გეუბნები 2 წლის. რას ლაპარაკობ, კაცო? ეს უფროსი მყავს გიჟი როდის გაიზრდება ნეტა როდის გახდება 24-სო ცოტა დავწნარდე და დალაგდეს კაცო. ცელქი არის კაცო, გიჟი არის, ესე იგი დალაგებული არ მაგარეულია უკვე. ის შენი უფროსი ძალიან. უფროსი ეს პატარა კიდე ტკიპასავით მოწოდებულია 24 საათი ვერ მოვიშორე კაცო, ვერ დავისვენე, ვერ იმასვქენი. ო, შენი უფროსი კაცო, ცელქია ძალიან. გიჟია კაცო. როგორ ახერხებ კაცო, როგორ ახერხებ? მოვლას 2 ბავშვი ერთად. ახლა მარტო ვერ გავხდებოდი, მამა გამოდის, მამა ჩემი გამოდის საღამოები და მეხმარება ცოტა. ცოტას მეხმარება. აი რა, კაი. ისე ახლა ჩემი ფერიდადინა. შენ გენაცვალე, შენ რა გენაღლება, მამა მაინც ხავს და ის გეხმარება და მე სულ მარტო რო ვარ? სულ მარტო ვარ მე გენაცვალე, აბა, ეს ჩემ ცოლს კიდე არ აინტერესებს, ის ბავშვი. მიდი, მანქანაზე აკითხავს. მანქანაზე აკითხავს, გენაცვალე. ვისაც შენ ცოლი არ ვისმენთ, ეგეთი ლამაზია რომ მანქანაზე აკითხავს. ახლა ლამაზი იმდენად არა, მაგრამ მატორი ესმის ძმაო, მაგას მანქანის გლიჯავს ყველაფერს. გეუბნები, რას ლაპარაკობ? აია კაცო. ეგ არის ახლა მატორისტი, მაგარი და ორთა ჭალაში რო არის კიდე ლეილა. სიკო! ხო, ეკა, ხო? ჩემი შარვალი სადა და ვერ პოულობ. კარადაშია, კაცო, ზედა თაროზე რა ხჭის, კაცო, დაუთოებული დაკეცილია. ესე იგი, ცხვირწი თუ არ დაუდე, ისე კი ვერია. არა, თვალის განწყობა ეს არის. გამარჯობეთ. ვინ არის ეს კაცო, ვინ არის? ზამზარეული უნდა ყველაფერი. გამარჯობა. ბოდიში ერთი ასანთი ხო არა გაქვთ რომ მოუკიდო რა? არა, არ ვეწევი ჩვენ გენაცვალე. რა შეიძლება? კი. თუ არ შეგაწუხეთ. მადლობა რა, პატარა ვიჭი, მადლობა. ალაფენს მამა დაუკვირდა. ამას რას მიეჩვია კიდე? რას ეძებ კაცო? ჭამა უწევს ბავშვს და. მე რა, ჭამა რო უწევს რას ეძებ? დედამისმა ძუძუ გამომატანა და სა.
მე სხვა რამე არ ჭამს არაფერს, კაცო, უჭმელი არის. არაფერს არ იკარებს სხვას, კაცო, პიზდე. მაგაში კი გამიმართლა ისე მაგრად რა. ჭამს, ხო? ჭამს დედა. ჭამით, ჭამს, მაგრამ რა ჭამს? რა კაია. ჯერ ორი კბილი აქვს და ეს რას ლაპარაკობ? ამას რო ყველა კბილი ექნება. შენ რასაც ვნახავ, მაცივარში წამოვიღებ დილას, აგერა ერთი კიტრი ვნახე. კიტს ჭამს კაცო, ეს თოთობავში? განახე, მაგრამ ახლა. მიდი მამა. მამა. მიდი ნაცვალა მამა. კიტრი იმდენი არაფერი, სტაფილო აგერ, მამა. გაღები. არა და კიდე უნდა ახლა რა ვაჭამო რა კიდეშია კაცო რამდენი რა მაქვს წამოღებული რა ვაჭამო კიდე აგერ ვარი გას რეიკასაც ყובה მამა მე მამკო შეგენაცვალა მამა შეხედე ზედა ბიჭო რა არის ვერ გავიგე ჩემი პატარა ბარგალკა ვინახი ვინახი პატარა ბარგალკა რა კარგად გხუტუნა მამა გხუტუნა აია კაცო ბავშვი რო ჭამს დასვენებული ხარ შენ ეს არ ჭამს მაგრამ ნენელა ვაჩვევ დამოუკიდებელ ცხოვრებას დამოუკიდე ეს როდემდე მეყოლები თვითონაც ცხოვრება მიხედოს რაღაცა იყოს თავს კაცო აბა ё გინეთ ჩაიკუკე მამა ჩაიკუკე ო აი ხა მიდი მე ხეს არ მიდი შენით მიდი მიდი ო აი ბას უცა გედა მამა ესე მენელა აბა რა შენი ტოლია და ის მაგია აბა რა აუ დაიძინე დედა რა გეხვეწები რა კაი კაი შეხედე ხა სულ გადაჯიშდა ეს ხალხი რა ესე იგი ესეთი მშვენიერი კარგი გოგოა ბავშვი ჩააყარეს ბიჭო ან მეუღლე აყავს ან ქმარი აყავს ან ძმა აყავს ან მამა აყავს მიხედოს ამ ბავშვს მოუგდეს და ეს უნის გადაგვარდა ქვეყანა გადაჯიშდა აი დედა მიდი მამა დაიძინე მამა მამა თუ დაიძინებს ახლა შუ არითი რო არის შუ კაი ხო კაი კაცო გამიგრას მამა ეხლა აბა დავიძინოთ არა ამას თუ არ უმღერი ახლა ის ეს დამძინებელი კი არა მერე იმას ქენდა იქნება იმღერო შენ ნანარი სამო ერთი წრეც დავარტყა და თასახში ავიყვან ჩავაძინებ თუ კალესკაში არ დაგრილო სამას მამა აბა დაი მამი აბა ეხლა აბა მღერი იავნანას აბა იავნანა ცოტა ხმა მაღლა იქნება ამანას დაიძინოს ამანას გაიგონოს დაიძინა უკვე დაიძინა ცოტა ტემპში იმუშავეთ ტემპში თუ ასე ვერ მოვას მუსიკა გააკეთეთ რაღაც რა გკეთ ვერ გავით აზოზინოთ იმისა იქნება მუშაობთ ვიშაობთ კარგი რა ყველაფერს დავშები გაწოდა ა პრობლემები ყველაფერს რა გეუბნები ამნაირი ტემპი ჩვენ ერთ გვერდზე მეც ვერ მოვაწყებთ ამ შენობისას თუ მოვაწყებთ რა დაგერხება კაცო კარგი რა ლეოში ყველაფერს გაპრობლემება და ის გიყვარს რა ვიცი გაპრობლემა აბა ერთი გვერდი ჩავაბარო რა იყო რა ყოველთვის 4 გვერდივე აშენებული არის ხოლმე და ისე ხდით შენობებს ეს დააჭერი ერთ ჩემ თავს და შენ თავსაც მიყურებ რა პრობლემაა ლეოვევიჩ კაცო მოვიტანოთ ეს კედლები მოგვარდება პრობლემა კაცო კედლები მოვიტანოთ და კედლები წავა აქ მე პარლამენტში მართალია მოვიტანოთ კედლები და წავა მე კედლები ლეოვევიჩ
სამანტყოფოების გახსნაზე თუ წავიდა აქ არ წავა კაცო? ესენი ვინ არიან ესენი დააჭერინებენ ჩემთან და აღარ იცი. არა, კიდიათ ფეხებზე. პრობლემა საერთოდ არ არის. ჩვენ კიდიათ ფეხებზე და მე ამე არ მძინავს, რომ ეს მოვასწროთ შენობა. აი ეს პლაკატი ხო არის? მაგალითად ვიხარ მკითხავთან. რომ მეკითხა, აბა მოვასწრებ თუ არ მოვასწრებ, თუ კითხებ კითხავს. და რა მითხრა თუ იცი? რაო და თუ გინდათ რომ მოვასწროთ და არ დაინგრა შენობაო? ხო. ვინმე ძირძველი 1-4-5 თაობის დეპუტატი უნდა ჩააყოლოთ კედელში. ვა, აბა უნდა ჩადრო არ დაინგრეს შენობა. რა ვქნა ახლა? გაგვდა ხდება ვითომ გიგიწერეთ თელი? გატირა. ლეოივიჩ შენ ხარ პრობლემა კაცი რა. არ ვიცი მე. ვიმუშავა. არ არის პრობლემა ის რა ლეოში რა. შენი ყავი კარგად გაჭო. თუ ვერ მოვასწრებ და ეს პლაკატი ხო არის აქ? აი ეს პლაკატი გავხსნათ. მართალი ხარ ის შენ. მაგრამ ამასაც ვერ მოვასწრებ. ჩვენი ნეგლახები ხართ შენ და შენ. მე არაო. მივახატავთ რაღაცას კაცო მოვასწრებ. მომისმინეთ ახლა. როიცოდეთ თავიდან როიცოდეთ რას ვაკეთებ. ესე იგი აქეთ იქნება სტომათა დარბაზი. ხო. სესიები სადაც ტარდება. ხო. აქ იქნება საკონფერენციო დარბაზი. კონფერენცია. და აქ გავაკეთოთ რინგი. რინგი რა თქვი? კრივის რინგი გავაკეთოთ აქ. რა გინდა? რა თქვი და პარლამენტში რინგი კაცო არ გადამრიო რა ლეოში. კრივის რინგი. საბაკა კორია მომხიდეს უკაბინეტოთო ე? კორია მომხიდეს. რინგი. ლეოივიჩი არის მართალი რა. გავუკეთოთ ოღონ ფანჯრები არ ჩაუსვათ. რა თუ არ ჩაუსვათ ფანჯრები რა? მაგას ისეთი დარტყმა აქვს, უნდა ჩამოლეწოს ის ფანჯრები მაინც და ჯობია ეგრევე დავზომოთ. არ ჩაუსვათ ფანჯრები. აბა რა. ვაგდა ოდოდა. ამათ მალე აიგებ ხო აქედან? ეც რა შეიძლება? ერთი წუთი რა. რაშია საკითხი? ერთი წუთი კაცო. რა ზომა? რა ერთი წუთი კაცო? ჰა! გაჩუმდი კაცო ერთი წუთი რა. ჰა! რა გინდა თქვენ? წადით! საწავი კაცო. საწავი. ოი კაცო. ოი გახმარა მოიგე. წადით! გაჩერდი კაცო. ეკ ვარა ხო? არა, რა გინდა რა? აი. ვიხარ კაცო შენ რა გინდა? რას გადაგვიგე? ლიდერი ვარ ოპოზიციის ერთ-ერთი. ვიხარ? ერთ-ერთი ლიდერი მე რა გინდა ოპოზიციის. ჩვენ? ლიდერი თქვენთა რა მინდა თქვენ საცოდავებო თქვენ რას გერჩით? ესე იგი, ერთი წუთი 20 კაცი აქეთ. ხო, არაფერი, განაცვალეთ, თქვენ გადმოდიხართ, ჩვენს გადმოვდივართ. გადმოვდან. ხო, აქ კარგად გამიკეთეთ. რამდენი ხართ? აქ კარგად გამიკეთეთ წინ. ესე იგი, 20 კაცი აქეთ. 12 კაცი დავითაშვილი. 7 კაცი ძიძიგური. მე აქეთ შემებით 14 ბიჭი. ამას ხო არა. აუჯერდი 100 კაცისთვის გამიკეთეთ ეს ადგილი. აი ესე. 100 კაცი რო დადგეს, 100. გიჟი ოპოზიციონერი, 100 გიჟი ოპოზიციონერი, აბა. ოპოზიცია 100 ოპოზიციონერი ხართ სულ 100. სულ რას ქვია, განაცვალე? აი 100. რას ქვია სულ? 100 ოპოზიციონერი, სულ ცოტა არის 100 ოპოზიციონერი? ქუთაისისთვის 100 ოპოზიციონერი არის ანშლაგი, სრული ანშლაგი, განაცვალე. აი გეჟე. ქუთაისია, აბა, გაჩერდი ერთი წამი. ერთი წამი. ჰა! ეკო დაამატე. მაგ ლაფაჭანზე გაწიე იქ. იმუშავეთ კაცო დრო გიგიბასები. ლეოივიჩ ისე ჩემი ბიჭის მოყვანა მინდოდა აქ რა. შენი შვილის კაცო? ო, ჩემი მე გამოგეყვარა, ოფლი გავდის ამ ორკას და ვერ შევე. არა, ვიფიქრე, მეც ვიფიქრე ლეოივიჩ, მაგრამ ვაი და ვერ მოვასწროთ აშენება. წარმოიდგინე ახლა ორი ადამიანი ციხეში ერთი ოჯახიდან. როგორია ლეოივიჩ? მაგარი სერიოზული ძალიან გაიტა კაცო შეც მაგრა პრობლემებ რა. ყველაფერი იქნება კარგად კაცო. მოვასწრებთ კიდეც და ქუთაისში აშენება პარლამენტი და აი გადაწყდება ჩვენი ბედი. სიო? გადაწყდება? ჩვენი ბედი. ბედი მე არ მაგდა, გინდა ქუთაისში გადაწყდება და გინდა ხაშუში, ნამისრობა. კარგა, მე ბედი. ეს რა? გაუმარჯოს, ჩემი ძმა. რა ვახარ, სიმო? კარგად ვიყავით, ახლად კარგად ვარ, დალბა. რა მინდა და თქვენ აშენებთ ხო ამას აქ რა? მე ვარ ბრიგადის. ბიჭო, რა მინდა რაღაცა რო გითხრა რა, ძმურად რა. რა მინდა რო გითხრა?
აგე რაღაცა მოპარული მაქვს ესენი, რა ქვია, რო შემინახოთ აქ სადმე კაბინეტში. აქ საშეგინახო, შენებლობა. ბიჭო, ხო, მე შენებლობა თუ რა და რომელიმე პარლამენტს ვაშენებთ, აქ საშეგინახო, მოპარული რაღაცაა. ებეიო, პარლამენტს ვაშენებ, შემინახე, რომელიმე ფრაქციის თავმჯდომარის ოთახში ახლა ეს. მე ვნახოს ვინმე, ახლა მე მოპარულის მე მინდა. აუ, ეგი რა სმელაბარაგელა, ზე. რა გინდა? ვინახა ფრაქციის თავმჯდომარის ოთახს ვინ გაჩხრიკავს? ბიჭო, აქ სასწაულს როეულები, რაღაც. აი რაღაცები. მაგიტოფონი და რაღაცეები და DVD და რაღაცეები. მურაც, შემინახე. აუ, ჯიგარი ხარ და აი. მომისმინე ჩემი ძმა. აგე რა ხლა ბიჭები ვარ ტყეში ეგე ისდირში გვა კაი სუფრა გაშლილი აი პურია ყველია ძმაო სალათა არის რაღაცა კაი ციცკაცოვი გავა ჩაციერ მოძამი არა მუშაობ ჩვენ აბა მუშაობ შემოგელი მადლობა წადია ხარ და მოსწრებაზე ვართ რა მოწამი აბა განახებაში რო დგახარ და გადაგდი სოფლის ხვირპირზე წამოდი ზამიანა შედალი ერთი ჭიქა და შეჯამი რაღაცა ჩა მადლობელი ვარ არა არ გვინდა გასულ მუშაობ დამნაის კაცო არ გვაქვს დრო კაცო სამუშაო დრო აღარ შეიძლება აუ ეგენია რო უშენებია და ახლა არ სვამე ჯებდა და რო აშენებე მე რედალევე ვინა ხარგვინო საერთოდ სამოდი ზამია სამოდი და დაგალევი ბერჭი გვინოს არა არ გვინოს მოვასწრო დავაშენო და გვინოს არ სვა აბა ყავას ამოგიძებო ამზად ამდენი გადარეულია რა ეს შესვენება მართლა გვინდა პატარა რა ვქნა ალევა არა მაგრამ სადმელი ტამოთ ლეოვიჩ რა შესვენება კაცო ჯერ არ დაგვიმთავრებია ჯონდი ბაღათურიას ოთახი კაცო კაცო ჯონდის ოთახი ხო დავამთავრეთ გუშინ კაცო რა დავამთავრეთ ლეოვიჩ ტალახიანია მთელი ოთახი ტალახ შეჩოულია ჯონდი მაგი არაფერია ჯონდი ახლა ტამოთ რაღაცა მას წამოგებია და თვითონ ამენაი მოდი დაჯექით არა ჩამოჯექით და პატარა ჩამოთურა შეერი კაცი საშენებული ამეჯერე პური ორაზე საუბარი აჰა ეს ყველი მე არ დაყოფა მარტო გენაცობრე აი ყველას ნუ დაეძალებით მაინც ძველი არ იყოს არ მოგწამოთ ყველმა პრეზიდენტი პრეზიდენტი გადავჭით მე მგონი გადავჭით რა მოდი სად გამოფრინდა მაინც ახლა კაცო ჭოპორტია მოიმე ეი მოდი რას დადის აკეთი რას დადის კაცო რას დადის ჰაეშის დადის კაცო ჰაეშის ვარგაც მის გადაყვა არ გვინდა ბიჭებო აბა უნდა მოვასწროთ მეტი შემართება მეტი შრომა აბა მეტი ტემპი აბა ბიჭებო 26-ში უნდა იყოს ყველაფერი აბა მეტი აბა თქვენიცი აბა ბიჭებო მიდი დავლეუში ზოგს რა ბედი აქვს ამაში იღებს ახლა 1000 ლარს აბა ბიჭებო მე კიდე ხელები მაქვს დატყავებული ხელ ჩემი ნახეთ არ მეტყობა ზემოთ მომისმენთ ახლა რა გამახსენდა რა დროს ჭამაიყო გვირაბი გვაქვს ჩვენ გასათხრელი მე გვირაბი პარლამენტის ქვემოთ გვირაბი ხონდა იყოს კაცო გავთხაროთ კაცო რა პრობლემა მაგრამ მაგი ვერ გავიგე საით გავთხაროთ დასავლეთისკენ რა იყოს მიმართულებით თუ აღმოსავლეთისკენ კაი რა ლეუში შენ მაგადარენერუულო კაცო ნა ფიქრი მაქვს ყველაფერი ნანახი მაქვს როგორც და არ უნდა გავანახავდე როგორ და გავთხაროთ ვიკენდია საქაბაბისკენ მართალია გვირაბი რა შუასია პარლამენტი ნუ კაცო შესვენებაზე პარლამენტარები დააწვებიან გადაირბენენ გადმოირბენენ მართალია ლეოვიჩ რა მაინტერესებს იცი ეხლა აი ძველი პარლამენტის ავეჯს რას უშვებია სადმე აქვთ სადმე აქვს და მე როგორც გავიგე
ხაშურს ჩუქნიან თურმე. ხაშურ? ხაშურს ჩუქნიან თელ ავეს, რაც პარლამენტშია ჩუქნიან ხაშურს. ესე დაძველდა რომ ხაშურს ჩუქნია, კაცო, ესე გამოვიდა მდგომარეობით რა. რა ვიცი. აი ეხლა რა უძის? შენ გენაცვალე, შენ რო იცი, ეხლა. შენ რო იცი. ავიდა. ჩვენებურად, ლეო. ავიდა, არ გვაქვს ჩვენ მაგის დრო. ავიდა, ლეო. ორი წუთი ყოველთვის გვაქვს, კაცო. რა შენ რო იცი, შენ რო გიყვარს. შენებლობა. მიდი, აბა ლეოვიჩ, მეც გეხმარები აქავა. წავიდა. მიდი ლეოვიჩ. რუარ. დეიწვანი ჩერეკ ნიჭი. ცაში რა ცეცხლში. სავარდო და სამაისო რასტოლი და ცემენტია. ოპა! ეს ხო ჩვენი ძველი ნანატრი პარლამენტია. ფრაქციის კარს გაგიღებს. ნაციონალებში წაგიღებს. ბობოხიძის მუშტი და დამძვრა ალი. რა შეიძლება? ამისთვის მომღერებდი? რა არის? სად გიქ? აი, ოვაებიჩ. აგური? არც მეთქი სად გაქრა ის სამი მანქანა აგური თურმე? კარგი რა ლეუს. რა კარგი რა არის ეს? მაგიდას აქ ფეხი მორყეული და ვიფიქრე მეთქი შევუყუდებ მეთქი ამას მეთქი რომ ანი მაგიდას აქ ფეხი და იმისთვის რომ აბა რა თვინა აგური და ის. და ერთზე მეტი არ წაგიღია ხო? არ წამიღია კაცო გავაკ მაგიდისთვის გავატანოთ ლეოვიჩ კეთილი კაცო. ორი მოგატყუებ და იმას. მოიცა კაცო მოიცა ეგ სადია ცემენტი თუ რაღაც ჭამდა. მოიცა ეს აგური არ გავამაგრო იქ მაგიდა არ გავამაგრო. იცი ამას რა არის ეს? პაჭკა თუ ორი პაჭკა ცემენტი გაგამაგრებენ. ერთი პაჭკა და ერთი აგური ეხლა მგონია აი მაგას გაპაჭკა მაგიდას. კარგი ლეოვიჩ, მიდი ჩვენებურად ვიმღეროთ რა, მიდი. რაანევე მაგას თავი რა. პარლამენტი იზე ვიყავით. სავარდო და რაში ბოის კაცო. ლეოვიჩ, კარგი აგური უნდა შეუყუროს, ცემენტი გაამაგროს. ტრაქტორი რას უნდა ამოუდოს? ეთი ძალიან მაინტერესებს. სად ვიყავს კაცო ტრაქტორი? მეთქი თავისი მოდი აქ ბაბაევიჩ, ტრაქტორი მოიტანე. მინდა ყველას მოგესალმოთ და როგორც ხედავთ ეთერშია საქართველოში უპრეცედენტო შოუ ცეკვავენ ვარსკვლავები. და მე მინდა დღევანდელი შოუ გამოვაცხადო გახსნათ თქვენი აპლოდისმენტების ქვეშ. აპლოდისმენტები. მაშასე თქვენი აპლოდისმენტების ქვეშ ვიწყებთ დღევანდელ შოუს. ჩემო კარგებო, თქვენი აპლოდისმენტების ქვეშ. უპრომეტი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მინდა ჩემო კარგებო გაგაცნოთ ჩვენი კომპეტენტური ჟიური. მაშასე შეიძლება ოდნავ აპლოდისმენტებით ხდებოდა. მაშასე ჩვენი ჟიურის პირველი წევრი ბატონი ლევან უჩანეიშვილი. ბატონი ლევანი ალბათ გახსოვთ ყველა ძალიან კარგად ფილმიდან
კუკარაჩა ეს არის დოდარ დუმბაძის ნაწარმოები, დოდარ დუმბაძე გახლავთ მებები ილიკო და ილარიონის ავტორი. მებები ილიკო და ილარიონი გახსოვთ ალბათ კარგად. სესილია თაყაიშვილი უდიდესი ქართველი მსახიობი. სესილია თაყაიშვილი თვითონ ასინეთა დათათუთაშხიაში გადასარევი კარგი როლი აქვს შესრულებული. დათათუთაშხია თვითონ ჭაბუ ამირეჯიბის უკუდავი რომანი და ასე შემდეგი ჟიურის წევრი გახლავთ ყველასათვის ცნობილი წყალტყუელი ნანუკა ჟორჟოლიანი. შეიძლება თქვენი აპლოდისმენტები ბუბუ და ჟიურის შემდეგი წევრი მე მინდა წარმოადგინო თქვენს წინაშე გაურკვეველ ენაზე მოსაუბრე ბატონი გოჩა ჩერტკოევი. Good morning, ladies and gentlemen. I'm so happy because I start to switch over to the parties and party. This penny told me you're going as an invitation. სამწუხაროდ დღეს ჩვენი ჟიურის რამოდენიმე წევრი ნინოები გვაკლია, იმიტომ რომ დღეს ნინოების გვარის შეკრებაზე არიან და ამიტომ ვერ მოვიდნენ. არა უშავს, მინდა კიდევ ერთხელ სანამ ჩვენს დღევანდელ პროექტს დავიწყებდეთ უშუალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ პროექტში გამარჯვებული მიიღებს 4 ოთახიან კუთხის ბინას, 4 კარგი ნათელი ბინა, თეთრი კარკასი, აბაზანა ტუალეტი კაფელ მეტლახში, სხვათა შორის კარგი ჰაერი, სუფთა მეშვიდე სართული და რაც თავარია მინდა აღნიშნო გადასარევი კარგი სამეზობლო, განსაკუთრებით გამოყოფთი ბატონ ბესო დანელიას, გადასარევი კარგი ქართველი მოსაუბრე კაცი, ამიტომ მე ჩვენს კონკურსანტებს, მომღერლებს და მოცეკვავებს ვეტყოდი, რომ ძალიან გთხოვთ კარგად იცეკვეთ, იმიტომ რომ გამარჯვებულს ელოდება კარგი 4 ოთახიანი ბინა ნათელი კუთხის აბაზანა ტუალეტი კაფე მეტლახში, მეშვიდე სართულის ჰაერზე და მოდით უკვე ალბათ დროა რომ დავიწყოთ ჩვენი შოუ გავხსნათ და მოდით ვნახოთ როგორ ემზადებოდნენ ჩვენი ვარსკვლავები. ვიცეკოთ ყველა გადაცემაში ჩაჩაჩა, ვალსი, ჯაივი, რუმბა ისე მეცეკვე ჩემო კუკლაჯად არ დაგისტუგოს ამას მაგულმა შეგერა სოლოშენი გივის რაუნდზე აი ესეთი მეწყვილე მოშემო კარგებო აბა წავიდე ვა შეგერა სოლე თო რა კაცი მოვიდა მოდეში ჩემო კუკლაჯად როგორ ახლა თო რა ვიცი, ემზადები? მემზადები რა არ გამოდიოდა პროექტში რომ არ მივიღო მონაწილეობა. მართალი ხარ. ხო იცი გივი? ამ კონკურსზე რო არ გამოსულიყავი, სხვანაირად არ გამოდიოდა. ამას მეგეუბნები. ხო იცი, შენი ძმა ვარ. ვიცი და ტოტო, ვიცი და მოკლედ, მაგარი ცეკვა უნდა გამოგივიდეს. შეხედე? გოგოს ხელებს მოკიდებ. შემოატრიალებ თუ არა, ეგრევე ქვაზე დადებ. მერე მოიხედავ, თუ არავინ იქნა, ეგრევე მოკიდებ და ისევ გააგზელებ. ეფექტური ცეკვა გამოდის, თუ დამიჯერე, თუ გატყუებდე შენ თავს პიცა ვარ, აი მლამაზ გოგოს პიცა ვარ და აგანეს ეს კეფიც. ვა შეგენაცვალე რა ჩემო ძმაო. აბა შენ იცი? მადლობა ძმაო, წარმატებები მისურვე უნდა მოვიგო ძმაო პროექტი. შენი ჭირი. შეგენაცვალე. კარგად ათო ძმაო, კარგად. აი ეს პროექტი მე უნდა მოვიგო. 100 კვადრატულის ბინის თავს, სხვა რამე არ შემოვთავაზო თორე. აი ბერებერ ვიცი რა. ავიდა. 1 2 3 4 და მოდით მოვიწიოთ ჩვენი მოსაყვავე ვარსკვლავები გივი სიხარულიძე და ანა მიქაბერიძე. I'm gonna tell on Mary about Uncle John. He's taking the blues, but he has no place. Yeah, baby. Oh, baby. Having some fun tonight. Yeah.
შეიძლება მეტყევაცია. Sorry, my good. ედი პოტეში პატო. როცა? მოგესალმებით. ჩემს აღარ აუდიტორია. მაშასე უკვე დროა გადავიდეთ. მოვუსმინოთ ჟიურის წევრებს. გთხოვთ. ბატონო ლევან. აჯგირ ვორდუ. მაყოფი ვარ ნიჭერებ რე. რა გიდა კაცო გიგი. მეგრელი არა ვართო? გები ვარ სიგარულზე. თუ შეიძლება მოვუსმინოთ ქალბატონ ნანუკას. ხო. მე ძალიან მომეწონა მართლა 68 წლის ასაკში რომ ესე შეასრულეთ არაჩვეულებრივად ცეკვა, მაგრამ ნუ ცოტა დასახვეწია, მაგრამ ამას წლები ჭირდება და თქვენ ყველაფერი წინ გაქვთ. მადლობა ქალბატონ ნანუკა. ხოთ ბატონო გოჩა. რა ვიცი მე ძალიან ვისიამოვნე შერწყვით ერთმანეთს კარგად. ერთმანეთს უხდებით, ყველაფერი ტანზე რიგზეა. ძალიან კარგები ხართ, როგორც ინგლისურად იტყვიან, what the fucking bullshit. მე მომეწონა. დიდი მადლობა. და გავაცილოთ ჩვენი ვარსკვლავები. ხოთ მიზანით ჩვენი ვარსკვლავები გავაცილეთ. ისინი გადაინაცვლებ ლომბარდის ოთახში და ბექა გვეტყვის რა ხდება იქ. ბექა? მანამდე მე მინდა ვთხოვო ჩვენს ჟიურის თხოვთ შევაფასოთ ჩვენი პირველი წვილი. 9 10 7 9 10 7 ახლა კი ვთხოვ ბექას გაისაუბროს ჩვენს მაშასე მოგესალმებით ლომბარდის ოთახიდან და ჩვენ გავესაუბრებით არაჩვეულებრივ წყვილს. ბატონო გიბი, როგორი კმაყოფილი ხართ თქვენი ცეკვით და თუ შეიძლება გითხარით აი ჟიურის შეფასება თუ მოგეწონათ? გენაცვალოთ გივის უყველას. უამრავ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ესეთი სასწაული პროექტი საქართველოში რო გაკეთა ძალიან მოხარული ვარ. ძალიან კარგი და ერთი ლექსი მინდა ვთქვა. ჩვენს ჟიურიზე თუ შეიძლება. თბილისში დაიარება ელამის სტილისტი მამუკა. იმან დავარცხნა შოუსთვის ულამაზესი ნანუკა. შეგენაცვალოს შენი გივის სიყვარულზე რა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოჩაზე ჟიურის წევრი ბატონ გოჩა ჩვენ ხوارით ყოდით ამას. ის მაღალ კულებს დამიწერს. მე იმედი მაქვს გოჩასი. ისაც ნუ ჩამადენინებ რაც არ მიქნია სოჩაში. შეგენაცვალოს შენი გივის სიყვარულზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გივი, ძალიან დიდი მადლობა და გყავთ ჩვენ დაბრძანდით მოვხსენდა ჩვენ გადავალთ წამყვანებთან. ეკა დიახ, შემდეგ კონკურსაც გამოვიყვანდეთ სცენაზე. მოდით ვნახოთ როგორ ემზადებოდა ის. ой, ჩემო კარგო, ჩვენთვის ადვილია, რა თქმა უნდა. არა, ბატონო დავით, არა, ეგრე არ გამოვალე. უფრო მეტი გრაცია გვინდა და უფრო მეტი ელასტიურობა. აი როგორც გასწავლეთ. რა გინდა, ჩემო კარგო. აი დამაკვირდი, აი შეხედა დამაკვირდი. აი 1 2 3 1 ჩა. და მიგეთ ბატონო დავით, როგორც გასწავლეთ. უფრო მეტი ელასტიურობა. ამიღალე, ჩემო კარგო, მე არ შემიძლია ამდენი. რა თეძო ავწიო და ფეხი ჩავსგა ეხლა. მე ვერ გავიგე, მე 309 კი არა ვარ ბოსური, კაცო. მომისმინე ჩემო კარგო ეხლა. ამდენი საუბარი მე არ მინდა რა. მე დილიდან აქ დგავარ, მაცეკვებთ რაღაცას მამას ხარ. რა თხოვეთ იმას? ამიღალა ფეხები ჩემო კარგო, მე გეუბნები კიდევ ერთხელ. მე ვსეყვა ქვეყნის გულით თორე მე ვიცი ეს რაც არის და თქვენი ისა. ფეხები მაგ დაღლენ. თბილის წყალი ჩამისხით აშში რო გთხოვეთ. თაგისით ბატონო. ფეხები უნდა დავასწრო ჩემო კარგო, შენთვის ივარჯიში ცოტა ხანს მე არ წავიდები და This time, we're gonna get okay. Everybody clap your hands. Clap, clap, clap your hands. ეს ნაციონალების აქტივისტი ხარ ეხლა ჩემო კარგო ისე ტრია მოდი აკაცო Cha-cha again. Cha-cha now, y'all.
Try again. Yeah, I'm out of here. დიდი მადლობა მინდა ვიცი რა მასკარადი საერთოდ ყველაფერს ხედავ და ყველაფერს ხვდები ახლა რა არ მინდა ეს აშკარად გეტყობა შენს რომ ვიღაც ნაციონალების მორიგი ვიღაც მოდი მოусმინოთ ჟიურის წევრები და მოусმინოთ ჩემო კარგო მე ხავს ბატონ ლევან ჩქიმ შეფასებარია მაგაი ვაი დიდი მადლობა რა გინდა ჩემო კარგო მე ახუბარდი კი ვარ მაგრამ არ ვიცი ეს მეგრული რა მელაპარაკე ქართული მაოცებ თუ რა გინდა ვინ ეს ნაივი არის ნაციონალური ძალიან თქო დაწყნარდით ქალბატონო ნანუკა შეიძლება მე ძალიან მომეწონა ბატონო დავით თქვენი ცეკვა თქვენგან მოდის დიდი პოზიტივი და მე თვალი ძალიან მინდა თქვენს გადაცემაში მოგიწვიოთ თქვენ გადაცემაში? რა მინდა თქვენ გადაცემაში? ძაღლი არა, ყავთ იქ რაღაც უგარო და მე კიდე ძაღლის კროტონი დაისმენთ, არის ჩემი კროტონი მე ყავ. დიდი მადლობა ქალბატონო ნანუკა, ბატონო გოჩა გისმენთ. ნუ რა ვიცი მე თლად მოწონება ვერ ვარ, კარგად. რა გინდა ჩემო კარგო? არ ისე აი როგორ დაგემართათ იცით, როგორც იტყვიან Western Phoenix დავითაო, ისევ შენ დავითაო. თუ შეიძლება თქვენ გადაინაცვლოთ ჩვენ ლომბარდის ოთახში. აქეთ ვიგზავნით, აი. მადლობა. კარგად. ჟიურის წევრებს შეაფასოთ ის. შევაფასოთ ჩვენი შემდეგი ხუთი. 6-5-5. მაშასე ახლა კი ნახოთ რა ხდება ლომბარდის ოთახში. ბექა მაშასე ჩვენ კვლავ ლომბარდის ოთახიდან გერთვებით და გავესაუბრებით არაჩვეულებრივ წყვილს. ბატონო დავით, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ცეკვის და საერთოდ ჟიურის და აი ამ პროექტის? ჩემო კარგო, მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ რით ვარ კმაყოფილი, ახლა აი ამით რო ვიყო მე კმაყოფილი რა. მე კიდე ეს მასობა, ეს ხუბობა, ეს ყველა გასაგები სისულელეა ეს ყველაფერი. ეს ყველა ნაციონალები, ხა ეს ჩეთკოები თუ ვიც არის, ხო გასაგები ამერიკის აგენტი პირდაპირ გამოგზავნა, როგორც სააკაშვილი. ისე ეს ჩეთკოები რა, მე very amazing dance, ეს very amazing economic რაღაცებს იზა. ერთი ხელზე რა ჩემო კარგო რა. შენს ნაციონალი ხარ აი პეპელა თუ რაღაც გაგიკეთები რაღაც სისულელებს იძახი რა ჩემო კარგო. არ არის გამორიცხული ბატონო დავით, მოდი თქვენ დაღლილი ხართ ძალიან დაისვენეთ აი ეს ხალათი მიიფარეთ, დაიძინეთ ბატონო დავით და ჩვენ კი გადავინაცვლებთ წამყვანებზე. ეკა მაშასე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს შოუს და ახლა კი ვნახოთ შემდეგი წვილი როგორ ემზადებოდა დღევანდელი დღე. ეს მინდებს გამოვაჩინა. შეგირვა. ძალიან კაი, მაგრამ რა ჩავიცო ახლა ეს კარგი. ფეხზე რა ჩავიცო, გია ესენი მოგიტანე. ой, მირასისულელი, რო ესენი ჩავიცო მიფეხზე იგია. ამას ვინმე იცავს კიდე რა? შეხედე რა ცხვირია, შეხედე 4 კუთხედი კვადრატებია რაღაცა. თუ გაპატიო შენ ახლა რა. რა უნდა ფარგაკ გვაქვს? ვაი, მე მაგას მივალავდი, წამოდი. შენზე ფიქრები მართოს, დატრფობის ღამე იწყება დღეს. სხვასთან ვარ დავაინც შენ არ ხტო. ალექსის შევხედავ მზე. არა მინდა ცხოვრება დავიწყო თავია მოგონებების დარდი ჩაგიყუტე გულში სამდე აფრენ არა მინდა ცხოვრება დავიწყო თავია მოგონებების დარდი ჩაგიყუტე გულში სამდე აფრენ ოპა ეს კაია. სცენაზეა გია სურამელაშვილი და ანა ჯანიკაშვილი.
რაღაცების შესაძლებელი და ჟიურის წევრებს შეაფასოს. ვაი ჯგიწვი? ჯგიწვი? თქვენო თორ დასღორონთი. იცით რა არის მე მეგრელი არა ვარ. და საიდან? მე ვარ ძეგვიდან, ძეგველი ვარ. ძეგვიდან ხარ? მარა ვარ. არაჩვეულებრივი იყო, აი მართლა არაჩვეულებრივი იყო. მე ესეთი შალახო არ მინახავს. აი მე ნამდვილად გეშრება შალახო არ იყო, ის იყო ფალიაშვილის და ის. მეც არ გამიკვირდა, ხო, ამბობ, ესეთი შალახო არ მინახავს. და ბატონი გოჩა It's perfect, it's okay, it's all right. ძალიან კარგი შეფასება ჩემგან, აი საღოლ, it's very good შეფასება. და ერთი შესწორებას გეტყვი, ანუ 1 2 3 4 კი არა, 1 2 3 4. ანუ 1 2 3 4. 1 2 3 4. 1 2 3 4. აუცილებლად გავითვალისწინე 1 2 3 4. ხო გეუნებოდი 1 2 3 4. ჩვენი წილი გავაცილოთ ლომბარდი ოთახში მანამდე კი ჩვენს ჟიურს მინდა ვთხოვო შეფასებები გამოიმეტოს აი ამ შესანიშნავი წყალი. 9. 9. ჯამში გამოდის 38. დიდი მადლობა ბექა რა ხდება ლომბარდის ოთახში? მაშასე ლომბარდის ოთახში დიდი მღელვარება ჩვენთან არიან ანა ჯანიკაშვილი და გია სურამელაშვილი, რომლებსაც გავესაუბრებით. ბატონო გია, თუ ხართ კმაყოფილი აი ამ დღევანდელი ნომრით? ამენდა ვიხოთ რომ მართლა ძალიან ისეთი მღელავდი და ძალიან ახსნი, მაგრამ რა არის თავარიც რომ ჟური კმაყოფილი დარჩა და მე ამი ძალიან ბედნიერი და გითხრათ რა. ქალბატონ ანა, თქვენ რას გვეთქვით? ჩვენ ძალიან ნერვიულობთ, მაგრამ მე მგონი მაქსიმუმი გამოვანიშნავენ. მართლაც რომ ძალიან დაღლილები არიან და მართლაც რომ არაჩვეულებრივად იცეკვეს. ჩვენს წინაშე უკვე ყველა კონკურსანტი წარსდგა, ასე რომ ჯერი ჟიურზია თუ ვინ გახდება აი ამ შესანიშნავი პრიზის 4 ოთახიანი კუთხის ნათელი ბინის თეთრი კარგასი და ბაზარა ტუალეტი კაბელი მეტლახში და გადასარევი კარგი სამეზობლოს გმინდა გამოყო განსაკუთრებით მესოდანელია აი ამ შესანიშნავი ბინის მფლობელი ჟიურმა ბევრი იმისჯელა და მე მგონი მან მიიღო გადაწყვეტილება. და ჩვენ უნდა ახლა ვნახოთ გამარჯვებული ვინ არის. საინტერესოა. და გამარჯვებული გახლავთ ლელა წურწუმია. მიულოცოთ მას ეს გამარჯვება. უღრმესი მადლობა ყველას. თითოეული ჟიურის წევრს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მუშაობს ამ პროექტში. მაშასე ჩემო გიბოთო ქალბატონებო და ბატონებო, ამით მთავრდება ეს შესანიშნავი გრანდიოზული და საქართველოში უპრეცედენტო პროექტი. ამით ჩვენ გვინდა დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა ყველას. შეხვედრამდე კარგად გაგებოდეთ. ნახვამდის. ვაიმე, ფეხები აღარ მივარდა. მოხდა ფეხები. ფეხური იყო რომ პროექტი არ მინახავს, კაცო, აღარ შემიძლია დავპატარავდი აქ. ეთერში. დიდი მადლობა ყველას. კარგად განდევასეთ. მაშასე გეუბნებით. მოვალ, შეხვედრა.